Let me remind ourselves of one of my favorite philosophers. And last but not least, let me thank everybody who has expressed I have agreed to deliver closing remarks. for any expressions by you of support to Georgia. Georgia's belongingness to this community. That's my gratefulness for your participation, for the efforts, for your presence, or just from being from Germany as well as the United States. And see you next year. The NATO should increase its presence in especially invented to debate and to check. I think that the conference is not The conference first time, and I think it was a good outcome. I hope for the future of this conference. Second, ეს კონფერენცია გადაიქცა ცენტრალურ ადგილად, სადაც ხდება განხილვა არა მარტო საქართველოს უსაფრთხოების თემების, არამედ რეგიონული უსაფრთხოების თემების და მტრის მოსაზრებები, რომლებიც აქ გამოიყვა, ის მესიჯები მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის გზავნილების ჩამოყალიბებისათვის. ფაქტია, რომ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში გვაქვს უზარმაზარი მხარდაჭერა ჩვენს ევროატლანტიკურ ორიენტაციას, მაგრამ გარდა ამისა გამოიყვა ძალიან ბევრი შემოთავაზება, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენ საფრთხეებს, რომელიც არის რეგიონში, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან. ეს ყველაფერი არის ძალიან კრიტიკული იმისათვის, რომ ჩვენ უკეთ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი გზავნილები და ის უკეთ ჩამოვაყავთ ის ინსტრუმენტები, რომელთაც გავუმკლავდებით ამ საფრთხეებს. კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი ძალიან მაღალი დონის ექსპერტიზა და ასევე სახელმწიფო მოხელეები, მაღალი დონის ყოფილი მინისტრები, ყოფილი პოლიტიკოსები, მოქმედი პოლიტიკოსები და მინისტრები ასევე და საბოლოო ჯამში გამოიკვეთა უამრავი საინტერესო აზრი. ჰქონდა დაპირისპირება ასევე ძალიან მრავალ, თქვათ, სხვადასხვა სახის, თქვათ, იდეას. მნიშვნელოვანია ის, რომ კონფერენციაზე კარგად ჩამოყალიბდა და კარგად იყო გააზრებული ძირითადი პრობლემები, რომლებიც ჩვენ რეგიონში ეს არის სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონში ხელს უშლის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამყარებას. ამ კონტექსტში იყო ძალიან საინტერესო საუბრები როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების გარშემო, მათ შორის საზღვაო, თქვათ, ძალების ბალანსის შესახებ საუბრები, მონტროს კონვენცია, სხვადასხვა სახის საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ამ კონტექსტში მოძველდა. საუბრები შეეხო ასევე ძალიან მნიშვნელოვან თემას დღეს, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციის თემა, ანუ კომუნიკაციის გამოყენება სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მიზნებით, ანუ ქვეყნების მიერ, ზოგიერთი ქვეყნების მიერ და მათთან დაპირისპირების, ეს თქვათ, შესაძლებლობები, აუცილებლობა და რა მიმართულებით ის თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მთლიანობაში კომუნიკაციის ხელოვნება და კომუნიკაციის პრაქტიკა იმისათვის, რომ უფრო აქტიურად იქნას გამოყენებული მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ასევე მნიშვნელოვანი იყო საუბრები ახალ გამოწვევებზე, როგორც არის ჰიბრიდული ომის, ასე ვთქვათ, ფენომენი და მასთან გამკლავების, ასე ვთქვათ, საკითხებზე. და თავისთავად უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენთვის ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ანუ საქართველოს პერსპექტივები ნატოში გასაწევრიანებლად. ამ კონტექსტში გამოიკვეთა უამრავი, ესე ვთქვათ, პოზიცია მხარდამჭერი იმის აუცილებლობის თაობაზე, რომ საქართველოს გაწევრიანება არის რაც შეიძლება სწრაფად საჯარო ალიანსში და რა თქმა უნდა, კარგად დავინახეთ ყველა ის ხელი შემშლელი ფაქტორიც, ყველა ის პრობლემა დაწყებული საერთაშორისო სიტუაციიდან და რაღაც გეოპოლიტიკური კონტექსტიდან დამთავრებული სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ქვეყნების დამოკიდებულებებზე და მათ ეროვნული ინტერესებით. აი ამ კონტექსტში ჩვენ უკეთესად ვხედავთ ალბათ ამ კონფერენციის შემდეგ თუ რა შანსები გვაქვს ნატოში გასაწევრიანებლად, რისი გაკეთება კიდე საჭირო და რა მიმართულებით არის მეტი ძალისხმევა გასახორციელებელი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, თქვათ, ნატოს წევრი სახელმწიფოები და მათ შორის ისინი, ვინც, თქვათ, საქართველოს არ აძლევდნენ, თქვათ, შესაძლებლობას, რომ წინ წასულიყო, თქვათ, ნატოსთან ურთიერთობებში,
იმ ქვეყნებშიც და იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც კი უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ნატოში გაწევრიანებას. კონფერენციამ ჯამში ჩაიარა ძალიან კარგად. ჩვენ პრინციპში დავფარეთ ყველა ის მნიშვნელოვანი თემა, უსაფრთხოების ყველა ის მნიშვნელოვანი თქვათ ასე ტრენდი, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება. ამასთანავე კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ჩვენი სათქმელი გვეთქვა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, ექსპერტებისთვის, გულისხმობ ჩვენს მოლოდინებს ვარშავის სამიტის წინ. ვფიქრობ, რომ 2 დღის მანძილზე კონფერენციამ ყველა ეს საკითხი ძალიან კარგად და ხარისხიანად დაფარა. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე მხარისთვის. ფორუმის მთავარი მიზანია თბილისში ჩამოყალიბდეს რეგიონული ჰაბი, სადაც გაიმართება დისკუსიები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო გარემოს შესახებ. ჩვენი სურვილია თბილისი გადაიქცეს დისკუსიების, იდეებისა და ახალი ინიციატივების ცენტრად რეგიონში.